გადაცემა ვისი გორის ახალ მესტიას ესტუმრა. ეხლა ჩამოფრინდით და შემოგთავაზებთ აქედან საინტერესო გვარების ისტორიას. როგორი სასიამოვნო ნიავი არის, რა დროსაც არ უნდა ამოხვიდე მესტიაში, ყოველთვის სიგრილია. ნაკანების მურყომზე ვიმყოფებით კოშკზე. ეხლა ჩავალთ და ბატონ ერეკლე ნაკანს გავესაუბრებით, მოგვიყვება თავისი გვარის ისტორიას. გამარჯობა ბატონ ერეკლე. მადლობა რომ გვისტუმრეთ. მაინტერესებს თქვენი გვარის ისტორია, ნაკანების. დავიწყოთ იმით, რომ რას ნიშნავს სიტყვა ნაკანი? ნაკანი პირდაპირობით არაფერს, ნაკ ნიშნავს ვაკეს. ნაკ. ჩვენი გვარი ნაკანები ვაკელები ხართ? დაახლოებით ესე გამოდის. სვანეთში ვაკელები. და ისე ნაკიანები ვიყავით. გვარის ისტორია როგორც ეცერში იხსნება, მე-13 საუკუნეში გვარსახელებში იხსნება, ეცერის თემში ნაკიანებად იხსენებიან. მაგრამ როცა მესტიაში ამოვდივართ, მესტიაში ფუძდებით და უკვე მესტიის 16 გვარში ვიხსენებით. აქ უკვე ამოვიდა გვარიდან და გახდა ნაკანები. ეცერიდან რომელ საუკუნეში წამოხვედით ნაკანები? გადმოცემით ალბათ დაახლოებით მე-17 საუკუნეში, მე-16 ეს პრობლემა მე-17 ალბათ. ამიტომ დაახლოებით ეს ემთხვევა დადაშქელიანების გაძლიერებას ეცერში და ჩვენ წამოსვლას ერთმანეთს ემთხვევა. რამე მოხდა ეცერში და მაგითაც სამწუხაროდ კი. გვიანობით ამ ისტორიის შესახებ. მოხდა იმიტომ რომ თვითონ დადაშქელიანების ისტორიაც საინტერესოა, როგორ შემოდიან ჩვენი სიძე როგორ ხდება, ნაკანი იყო მღვდელი იქ მე-9 საუკუნეში. ტაძარი გვაქვს ქურაში ქვია სოფელს ეცერის თემში. არის მე-19 საუკუნეში პატარა ბაზილიკაა ტაძარია, ძალიან ლამაზი ტაძარია, წმინდა გიორგის სახელობის. იქ არის შემოსული როგორც გადმოცემით ვიცით ეს დადაშქელიანი როგორ ხდება მე სიძე, მე ძლიერდება ამ მღვდლისგან ეს ადამიანი. ნენელ ალბათ უკვე ძალასაც იკრებს, მე ჩაგრავენ რეჩკიანებს, წყვიტავენ პროსტორად. თვითონ ხდებიან ბატონები და აი აქედან იწყება ჩვენი წამოსვლა მესტიაში. ნუ მე-17 საუკუნეში დაახლოებით მე-17 საუკუნეში. მესტიაში და დაფუძნდით აქ. თქვენი კოშკები გაქვთ, რამდენი კოშკი გაქვთ? ამჟამად გვაქვს 4 კოშკი, ისე ქონდა 5. ანუ ერთი მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში შეიძლება ყოფი ხართ, ის ჩვენი წინაპრების კოშკი არის. ნაკანების კოშკი. ნაკანების კოშკი იყო, მაგრამ ნუ ქალები მარტო გოგოები ყავდა და დარჩა სხვა გვარს. აღმოჩნდა უფრო ანუ ეხლა ამჟამად 4 ახლა 4 კოშკი გაქვთ ნაკანები. აი ერთგული 3 აქვე არის, ერთი აგერეზოში, მეორეც ნუგზარის კოშკი, ეს ლერის კოშკი ნაკანი და წმინდა გიორგის ტაძრის წინ კოშკი დგას კიდო, ესეც ჩვენი ნაკანების კოშკი არის. ძალიან კარგი. დაახლოებით რამდენი პიროვნება იქნებით ნაკანებისო? დედამიწის ზურგზე. ალბათ 120-ში, 150-მდე ალბათ. მეტი არ ამგონა. რამე საინტერესო ისტორია თუ გაქვთ ნაკანებს რომ ისტორია საინტერესოა. საინტერესო იქიდან როცა ძლიერდება ეს ადამიანი ეს თვითონ ეს გვარი დადაშქელიანები მრავლდებიან, ძლიერდებიან, რეჩქიანებს უკვე ჩაგრავენ, უკვე მოდიან უკვე როგორც თავადები. სამწუხაროდ ცუდი წესი ჰქონდათ მაგათ და შემოიღეს პირველი ღამის წესი. ნუ ეს ძალიან ცუდი ისტორიაა, სვანეთის ლაქასავით არის, მაგრამ ნუ იყო რა, გარკვეული პერიოდი სანამ ჩვენ არ შეგვეხნენ, ჩვენ გვარს არ შეეხნენ. მანამდე თითქმის ქვედა ზონაში თავიანთ ეცერის თემში და ცხუმარის თემში მარტო ეს ორ სოფელში ჰქონდა, სხვაგან არ. ან ერთ ოჯახს ჰქონდა ეს გავლენა. მაგრამ ჩვენ არ გვეხებოდნენ, იმიტომ რომ ახან ჩვენი მოყვანილები იყვნენ, ყველა გვარს ეხებოდნენ ჩვენს გარს. სიძეთ რო იყო ახან ჩვენი და ნაკანებს პატივისცემით გვეყურებოდნენ, მაგრამ უკვე ამ ზღვარსაც გადააბიჯეს რა. უკვე გახდნენ, რო იტყვიან ანუ რა დავარქვა ასეთ ადამიანებს აღარ გადავიდნენ ზღვარს. გადავიდნენ ზღვარს და ამის გამო მოგვიწია ჩვენ ქალს როცა შეეხნენ უკვე. მაგის გამო მოგვიწია უკვე წამოსვლა და ვერ შევეგვერთ იმასთან ცხოვრებას, გავყიდეთ ყველაფერი, ნუ უბრალოდ არავინ არ იყიდა ჩვენი წაწყალი, იმიტომ რომ ამასთან დაპირისპირებებს არ უნდა და მე ადგნენ ჩვენი წინაპრები და ბეჭოში ჩვენი ნათესავები ხორგვონები ცხოვრობდნენ. ერთი ოჯახი იყო ჩვენი ბადიში. გამოიყვანეს დაულოცეს მთელი კარმი დამოწმინდა ყველაფერი მიწა წყალი ყველაფერი გადაულოცეს რაღაც სიმბოლურ ფასად და შეიყვანეს მე წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში ეკლესიაში ჩვენ ასე ვიცით დააფიცეს რომ ყველა მარიამობადის ყოველ წელს მაგრამ დღესაც ასრულებს სხვადასხვა ხორგვონები ამ წესს ამ ფიცს იმიტომ დააფიცეს რომ ყველა 28 აგვისტოსა ხო მარიამობა
ტაბაგა გამოიტანონ და პანაშვიდი გადაუხადონ, ანუ როგორც ასეთი ჩვენ წინაპრებს და ამით არიან დასაფლავებული, თორე ჩვენ მონტანები უკვე წამოვიდით აქეთკე. ერთი ამოვიდა, სამი ძმები იყვნენ, ერთი ამოვიდა მესტიაში და ორი დარჩნენ ბეჭოში. სამი ძმიდან გამრავლდით მესტიაში. ერთი ძმიდან მესტიაში გამრავლდით და ორი ძმა დარჩნენ ბეჭოში და იქ გადაიკეთეს გვარი გოშუანებად. გოშუანები იგივე ნაკანები არიან. ნაკანები არიან და ჩვენ ამოვიდით ცოტა შორს, იმიტომ რომ სისხლი უნდა აგვეღო რა, იმიტომ რომ მე ისტორია გვიჩვენებს როგორ მოხდა. უკვე დაფუძნენ აქ ჩვენ ცხოვრობთ მე როგორც ვიცი გადმოცემით სეტიელების ნასახლარზე. ეს კომპლექსი სეტიელების გვარის უნდა იყოს. იმიტომ რომ იგულე ახლა სეტიელები ცხოვრობენ იქით. და გადმოცემით ახალი რა, იმიტომ რომ სისხლი აიღეთ, სისხლი აღება ცოტა საინტერესო თემაა. მოგვიყვებით. ჩავიდნენ ის ორი ძმა დადგნენ უფრო შორტოფებით ისე რომ ეკონტროლებინათ შუადღეზე არიან მსვლელი იმიტომ რომ სოფელი სამუშაოდ იყო გაკრეფილი და რომ შევიდნენ ერთი ნაკანი იმიტომ დარჩა გვარი ამოვიდა გვარი და ნაკიანებად ხო იხსენებოდა და მესტიაში იმიტომ ამოვიდა შორს რომ მაგას უნდა აეღო სისხლი რომ შევიდა დამბაჭა იმან გაჩხრიკა მოახლემ და ამაში ჩოხა ახალი ხოეცვე და ამაში ჩამოვიდა დამბაჭა ანუ ესე იგი დამბაჭა შემოსულია ნუ არ არის არც ეს შორი წარსული და გაჩხრიკან არაფერი არ აღმოაჩნდა რომ შევიდა უკვე სტახზე იყო და ხო კარგი იყო ჩვენი და ხო და ჩამოვაგდო და მოჩა და ვისცა რა როგორც ისე ღირსიც იყო ის გაუკეთა ძალიან სწორად ასწორდა მაგრამ ერთნანობდა გადმოცემით ასე ვიცით რომ მოახლე რომ შემოვა და მოახლეს ყამამის ანუ ისეც მოკლა რა იმიტომ რომ რუარ მოეკლა თვითონ რა გამოვიდა და რა გამოაღზევდა ცოცხლი გამოვიდა მესტიაში და ამის მერე ხდება უკვე იმათი შევიწროება ბეჭოში ჩვენი წინაპრების და იმად გოშუანების, ნუ ნაკანების იგივე, მაგრამ უკვე გადაკეთებული გვარად გოშუანებად. იმიტომ რომ აქაც დადისკილები იყვნენ მართლები, თავადები ბეჭოს თემში და ერთმანეთს კი არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს ცოტა შუღლი ჰქონდათ. მაგრამ მაინც გავლენის მოპოვება უნდათ ეთყობა რა. აქედანვე ჩავიდნენ ხარებით, ყველა გუთნებით დაუხნეს ყველაფერი და მე შეუთვალესობოდი რა. ორი ყმა გაქვს მოიხმარეთ ჯობია ვიდრე ომი იყოს ჩვენ შორის და დალაგდა ის თემაც. შეიძლება ხაძე დააფიცეს. აფიცებაც აღარ უნდა რა. ცნობილი ადამიანები, ხელოვანი ადამიანები თუ ყავთ ნაკანებს? ცნობილი ადამიანები? სპორტსმენები რა ყავს, სპორტსმენები ყავს, ლერი ყავს ნაკანის ცხონებული. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, რამბაურდის პრიზიორი, სპარტაკიადის პრიზიორი, ჯიუდოში, ევროპის ჩემპიონი. გურამი თავის ლისაბონის ტურნირის გამარჯვებული. ფოტოხელოვანია, კარგი ფოტოხელოვანია. მარი ყავს. სასულიერო პირი ახსენეთ, ნაკანი იყო სასულიერო პირი. მაშინ იმის მერე სასულიერო პირი აქეთ არ ყოლია ჩვენ. რა ერქვა სასულიერო პირს ხო არ გახსენთ? ვერ ვიხსენ, არ ვიცი. აი მართალი გითხრა არ ვიცი რა. ანუ კიდევ სოფელი პიროვნება დავითი ყავს ნაკანი, თუ გახსოვთ ჯიადის პერიოდში ეკოლოგიის მინისტრი იყო. უნებისმეტყველოს ძალიან კარგი. ჩვენ ნაკაშიძეების გვარზე ვიმუშავეთ. და ვიცით რომ სვანეთიდან ორი ძმა ჩაიყვანეს, ვისაც კაი გვარიშვილებს ეძახდნენ რომ არ გაემჟღავნებიათ. აქ რაღაც მოხდა როგორც აი ეს არის უბრალოდ ჩვენი განაყარი რა. ჩემი აზრით ესენი არიან ჩვენი განაყარი, ნაკანები. ანუ ის ნაკაშიძეები ორი ძმა რომელიც გადაიყვანეს ქედაში, აჭარაში. აი ამ თემას თქვენგან უფრო გებულობ. ქედაში გადაიყვანეს ჩვენ ეს გვიამბეს ნაკაშიძეებმა და ამბობდნენ რომ რო არ გაემჟღავნებიათ აქაური ისტორია რომ რა მოხდა აქ არიციან, ნუკლელობა მოხდა სავარაუდოდ ან სისხლის აღება. ეს ორი ბიჭი რო არ დაჩაგრულიყო, ამბობდნენ რომ არ არიანო ისინი ნუ დამდელ გვარს არ ამბობდნენ და ამბობდნენ კაი გვარიშვილები არიან და იმ შემდეგ გამრავლდნენ და ანუ თქვენი განაყოფები არიან. ესე გამოდის, იცი რატო? ნუ თვითონ გურიელის ორი გვარი წაიყვანა. სვანეთიდან ნაკანი და ბერეჟიანები უფრო აქეთა თემია, როგორც ვიცი. იმიტომ რომ ვარდანისტები იყვნენ სვანეთის მთავრები, ერთ-ერთი უძლიერესი მთავრები იყვნენ და ხალხშორის ნერე როცა აქედან ძირითადად ძალა მიყავს და თავის გულები იკრებს მაინც სვანებს რა. იმიტომ რომ სვან მთავრებს ეძახდნენ, გურიაში კი იყვნენ, მაგრამ მაინც სვანებს ეძახდნენ, სვანების მთავრები არიან რა. და ძლიერდებიან იქ, მაგრამ სუსტებიან აქ და თვითონ ნაკაშიძეების გამრავლებაც მე როგორც ვიცი მე შეამოაღებინეს გვარიდან რომ ცოტა დაბალი ფენა რომელიც იყო და ნაკაშიძეები და ნაკაშიები უკვე მაგათგან უკვე აზნაურები არიან. ნაკაშიძეებისა თავიანთი აზნაურები არიან, მაგრამ გლეხების მეორე ყავს ნაკაშიძეები. ქედაში მე როგორც ვიცი სოფელიცაა ნაკაშიძეები რა.
კოშკები თუ მურყვამები? რამდენი მურყვამი გაქვთ? 5. მესტიაში გვაქვს 5 მურყვამი, ეს ყველა შეძენილია, იმიტომ რომ ამოსვლის დროს ჩვენ საკმაოდ ძლიერები ვიყავით ქონებრივად ეთყობა, იმიტომ რომ ფაბერჟე რო გექნება, ნუ ოქროს რუხი წიწილებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა ესეთი სერიოზული გვარი ხარ. კვერცხი არა. ქათამი და წიწილები, 6 წიცილა. 12-ია, ნუ ეს იგივე თემაა, რაც კვერცხი არის, იგივე თემა სხვადასხვა და აქ ვიყიდეთ, ყველაზე კარგად გილეს ვიყიდეთ სახკარი, მიწები, ყანები, სათიბები, ტყეც აქ საკუთრებაში იყო და ახლა დაიბრუნა ყველა თავის ტყეები და ყველა თავის ტყეში. ანუ თქვენ ფლობელობაში 5 კოშკი არის. 5 კოშკი არის, დღეს უკვე 4, ერთი აღარ არის. და დღეს მურყვამი თუ კოშკი? მურყვამი, იმიტომ რომ კოშკი არ არის სწორი სახელწოდება, იმიტომ რომ მურყვამი არის მუსვანურად ნიშნავს მამას. და მურყვამ ჩემი აზრით კოშკები იყო მამაღმერთის ადიდებლად აღჩენებული. თავდაცვის საშუალებად და თავდაცვის შეიძლება იყენებდნენ, შეიძლება იყენებდნენ კიდევაც, მაგრამ როგორც ასეთი არ არის მაგ თავდაცვის საშენებული ეს კოშკები. ეს არის აღშენებული ჩემი აზრით მამაღმერთის ადიდებლად. სადიდებლად, მამაღმერთის ადიდებლად, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია, სვანეთის ისტორია და სვანური ერთადერთი არის მთელ მსოფლიოში, ერთი არის ებრაელები, ვის მამაღმერთს ადიდებდნენ თავიდანვე. და მეორე არის სვანები, რომელიც დღემდე შემორჩა მამაღმერთის ადიდებელი პირველი სადიდებელს ჩვენ მამაღმერთს და ქრისტე ღმერთს ვახსენებთ მხოლოდ შესაძლებლობას. აქ ცოტა სამებასთან ერთადაა, რა თქმა უნდა, სულთან ვახსენებთ ქრისტე ღმერთს, იმიტომ რომ ჯოჯოხეთი ხო ქრისტემ გაგვიხსნა რა. სამოთხე. ჯოჯოხეთი და ქრისტემ მოიყვანა. ჩვენ მანამდე ცემდით ქრისტიანობამდე პატივს ზესკნელი, შუასკნელი და ქვესკნელი სამება. მანამდე იყო სხვადასხვა ჩვენთან, აი ლამარია მაგალითად ღვთისმშობლის სახელია, იყო წარმართული ღვთაება. ჯგრაგი მაგალითად დღეს წმინდა გიორგის სახელია სვანეთში, წმინდა გიორგის გადმოვარქვით წარმართული ძველი ღვთაების. არ არის დიოკლეტიანის წმინდა გიორგი, არის თვარის ღვთაება თეთრი წმინდა გიორგი. არა, ჩვენთან როგორც ჯგრაგი, ხო, ჯგრაგი. კი, ჯგრაგზე. იგივე თემა, ხო. თეთრი გიორგი. გაიხარეთ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციების. სიტყვა ნაკ სვანურ ენაზე ვაკეს ნიშნავს. ნაკანები მე-13 საუკუნეში ეცერის თემში ნაკიანებად იხსენიებოდნენ. ამჟამად ნაკანები მესტიაში ცხოვრობენ და მათ იმ 16 გვარს შორის მოიხსენიებენ, რომლებიც მესტიაშია გავრცელებული. ნაკიანები მე-17 საუკუნეში გახდნენ ნაკანები. მათ ეცერის თემის სოფელ ქურაში წმინდა გიორგის სახელობის პატარა ბაზილიკის ტაძარი აუშენებიათ, სადაც მე-9-10 საუკუნეებში მოღვაწეობდა მღვდელმსახური გვარად ნაკიანი. ეცერიდან წამოსული სამი ძმიდან ერთ-ერთი მესტიაში დასახლდა და ნაკანები სწორედ მისგან გამრავლდნენ. დანარჩენი 2 ძმა კი დარჩა სოფელ ბეჩოში და იქ გოშუანების გვარით გააგრძელეს ცხოვრება. დადაშქელიანებთან ერთ-ერთი დაპირისპირების დროს ნაკანების 2 ძმა წაიყვანეს გურიის სამთავროში. ისინი ნაკაშიძეებმა შეიფარეს. ერთ ძმას გვარი ნაკაშიძე მისცეს, ხოლო მეორეს კაი გვარიშვილი და ამ გვარის წარმომადგენლები დღეს გვარიშვილებად იწოდებიან. ერთ-ერთი ძმის ნაკაშიძის შთამომავლები შილ ასოს შეკვეცის შემდეგ ნაკაიძეებად არიან ცნობილნი. დღეისდღეობით დაახლოებით 120-მდე ადამიანი ატარებს გვარს ნაკანი.